მოგესალმებით მეგობრებო ყველას. კაცობრიობას ალბათ გონია, რომ დღევანდელ დღეობაში სიტყვის თავისუფლება არსებობს და ჩვენ სიტყვას თავისუფალი ვიბრაციები აქვს, თუმცა აქ ხედავთ თუ როგორ იზღუდება განსხვავებული აზრის თავისუფლება. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, სოფია კრისტალბეგსმა, ესე იგი დაადასტურა ის, დააფიქსირა ის, რომ როდესაც ის ჩემს ვიდეოებს ავრცელებს, მის გვერდზე ჩემი ვიდეოები იბლოკება. ასევე, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სოფიასთან, არამედ ძალიან ბევრთან შვება ეს და თქვენ ალბათ დაგიშვათ კითხვა, რატომ არ აქვს ჩემს ვიდეოებს ბევრი ნახვა. სწორედაც ამიტომ მეგობრებო, რომ დღეს განსაკუთრებულად გამოფხიზლებული ადამიანების სიტყვა იბლოკება და სწორედაც რომ ეს დიდი ჭირი კაცობრიობას არ აღელვებს. თუმცა ის საკითხი, რომ ჩემსა და თამარ მეფეს შორის შეიძლება მსგავსება იყოს, ძალიან აღელვებთ და ამაზე გამოთქვავენ დიდ გაკვირვებას. ეს საპროტესტო საკითხია თურმე, მაგრამ სიტყვის თავისუფლება რომ შეზღუდულია ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, ამ პლანეტაზე, ეს არავის არ აღელვებს დიდად. სამწუხაროა მეგობრებო, მაგრამ როდესაც მწღნერს არ აინტერესებს თავისუფალი აზრი, ის მწღნერად რჩება. სწორედ იმ მწღნერად, რომელი მწღნერშიც ზიან დღეს ილია მეორის საზოგადოება. ის იმ ერთ დიდ მწღნერის კოლტს წარმოადგენს, რომელშიც ქრისტემ ეშმაკების შეყარა. ხო, მე ასე ვხედავ ამ ყველაფერს. მოკლედ, ვისაც უნდა დარჩეს მწღნერი და ვისაც უნდა გამოვიდეს ამ კოლტიდან და გახდეს ადამიანი. მერე იტყვიან, რატო გაქვს აგრესიაო? მერე იტყვიან, რატო ხარ გაბრაზებულიო? მერე იტყვიან, რა დაგემართა თამარ? ხო, გამემართა ის, რომ ადამიანს ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ ადამიანს სურს იყოს დიდი კოლტი. ძალიან სურს ეს და არის კიდეც, აგერ ხედავთ, რომ ზღუდავენ იმ აზრებს, რომელი აზრები წოდითგანვე ჯერ კიდევ 2026 წლის წინ ქრისტემ გაგვანდო. თუმცა ქრისტეს სახელით საუბრობენ და არ გეგონოთ, რომ ჩემი სახელითაც არ საუბრობდნენ. სწორედაც რომ ძალიან ბევრი იღებს ინფორმაციას ჩემიდან და შემდეგ თავის ქადაგებებში აქსოვს. დიახ, თუმცა ჩემი სიტყვა იბლოკება, მათი კი, როგორც ამბიონებიდან გადმომდგარი მწღნერის კოლტები, ისე მოისმის, ხო და დანარჩენ მწღნერის კოლტებს აფრქობს მის მოპარულ სიტყვებს. რა ვქნათ მეგობრებო, ეს არის იახვეს სამყარო, ერთი დიდი მწღნერის კოლტია და ამ ერთ დიდ მწღნერის კოლტში ჯდომა უყვარს იმ საზოგადოებას, რომელსაც გონია, რომ მართლმადიდებელი მღვდლები ჯიპებითა და ოქროების თრევით ქრისტეს მსგავსნი არიან. როგორც მაშინ ვერ შეიცნო ქრისტე საზოგადოებამ, ისე დღეს ვერ შეიცნო ქრისტე საზოგადოებამ და ძალიან მიგვირს ქრისტესიც. რატომ გააკეთა ეს? რატომ გაწირა ამ მწღნერის კოლტებისთვის თავი? ვისაც სინათლე ქონდა, ისედაც ქონდა სინათლე და მათთვის თავგანწირვა არც იყო საჭირო. თუმცა ქრისტემ კი მართლა ამ დიდი მწღნერის კოლტებისთვის გაწირა თავი.
სამწუხაროა.